მოგესალმებით, თქვენ უყურებთ NutriMax-ის საკვების გამოყენების ვიდეო ინსტრუქცია, სადაც გიზიარებს სოფლის ჭრელი წიწილის გამოსაზრდელად საჭირო საკვების მეთოდოლოგიას, გამოჩეკიდან კვერცხდების დაწყებამდე. სოფლის ჭრელი წიწილის სტარტის და გროუერის ფაზის საკვები შეიცავს ყველა საჭირო ნივთიერებას, რომელიც ეხმარება წიწილის იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც შემდგომში მაქსიმალური პროდუქტიულობის საწინააღმდეგოა. აღნიშნული საკვები არის გრანულირებული სახით, რაც მაქსიმალურ ათვისებადობას უზრუნველყოფს. სოფლის ჭრელი ქათმის სტარტი გამოიყენება წიწილის გამოჩეკვიდან 5 კვირის ჩათვლით. ამ პერიოდში წიწილს საშუალოდ 1,1 საკვები სჭირდება და საშუალოდ 650 გრამიდან 700 გრამამდე ცოცხალ წონას აღწევს. სოფლის ჭრელი ქათმის გროუერი გამოიყენება მე-6 კვირიდან კვერცხდების დაწყებამდე. გროუერის ფაზაში უკვე უნდა განსაზღვროთ რა მიმართულებით გსურს ვარიების გამოზრდა, სახორცე თუ მეკორცხულ ქათმებად. ამ შემთხვევაში განსხვავდება კვების რეკომენდაციებიც. სახორცეთ გამოზრდის შემთხვევაში ფრინველის საკვები ეძლევა შეუზღუდავად მჭრალი სახით, ყოველგვარი დანამატების გარეშე, სანამ სასურველ წონას არ მიაღწევს, ხოლო მეკორცხულად გამოზრდისას ვარიას საკვები უკვე შეუზღუდული სახით უნდა მივცეთ, რადგან არ მოხდეს ფრინველის გადასუქება და სწორად ჩამოყალიბდეს ფიზიოლოგიურად მეკორცხული ქათამი. მე-6 კვირიდან კვერცხდების დაწყებამდე საშუალოდ ერთი ქათამი მოიხმარს 7 კილოგრამი და 500 გრამიდან 7 კილოგრამ და 900 გრამამდე საკვებს და აღწევს 1 კილოგრამი და 900 გრამიდან 2 კილოგრამი და 200 გრამამდე ცოცხალ წონას. სასურველი შედეგის მისაღებად საკვების გარდა მნიშვნელოვანია მიაწოდოთ ფრინველს სუფთასასმელი წყალი, ჩაატაროთ საფრინველის ხარისხიანი დეზინფექცია და დაიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. წიწილის გამოზრდის საწყის ეტაპზე განსაკუთრებით ყურადღება მიაქცეთ საფრინველში არსებულ ტემპერატურას და ტენიანობას, რადგან იმუნური და მავნელებელი სისტემა სწორად ჩამოყალიბდეს. მეკორცხულად გამოზრდისას აკონტროლეთ ქათმის წონა და დააკვირდით მის გენეტიკურ მახასიათებლებს, რადგან სუსტი ან გადასუქებული ქათამი ნაკლებად პროდუქტიული იქნება სამომავლოდ. სტარტიდან გროუერზე გადაყვანა მოახდინეთ ეტაპობრივად. შეურიეთ 4-5 დღის განმავლობაში ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით. აკონტროლეთ ქათმის ჯანმრთელობა, რადგან დაავადებული ქათამი ვერ იქნება პროდუქტიული. ზემოთ ჩამოთვლილი საკვები დამზადებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით და აკმაყოფილებს საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტებს. მათი გამოყენება ხელს უწყობს ფრინველის ეფექტურ ზრდას და ამცირებს ფერმერის დანახარჯებს. სოფლის ჭრელი ქათმის საკვებში შემავალი საზრდო ნივთიერებები გვეხმარება ქათმის ეფექტურად გამოზრდაში, ზრდის სხვადასხვა ეტაპზე. გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალური შედეგის მისაღებად აუცილებლად უნდა დაიცვათ ფერმის ბიოუსაფრთხოება და აკონტროლოთ ფრინველის ჯანმრთელობა. სწორად შერჩეული საკვები ფაზები უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებით მიღებულ მეტ შედეგს. კვების შემდგომი ვიდეო ინსტრუქციების სანახავად დაასკანერეთ შესაბამის პროდუქტზე დატანილი QR კოდი ან მიყევით ჩვენს ვიდეო ინსტრუქციებს. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და გაგვიზიაროთ თქვენი ინტერესები და შეკითხვები კომენტარებში.